რადიოს ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. მიშა და ნინო დაგიბრუნდით სტუმართან ერთად რეჟისორი დრამატურგი კობა ცხაკაია. ჩვენი სტუმარი ბატონ კობა მოგესალმებით. მადლობა კობა. როგორც ყოველთვის საინტერესო თემებით მობრძანდებით ხოლმე შემოქმედებით სიახლეებით, არაერთი სიახლე, თუმცა ვფიქრობ უპრიანი იქნება საუბარი დავიწყოთ მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის სპექტაკლით კვარტეტი 2-ისთვის აფხაზეთის თემას ეხება და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა მიმდინარე პროექტებსაც ვისაუბრებთ. თან ძალიან საინტერესო სათაურშივე არის უკვე რაღაცა საინტერესო მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის და კვარტეტი 2-ისთვის, ანუ აქ ჩვენ ვახსენეთ სანამ დავაანონსეთ თქვენი სტუმრობა, რომ აი აუდიო სპექტაკლის და სოციალური სპექტაკლის ნაზავივით არის, ხო? თქვენ გამოგვიგზავნეთ ჩვენ ნახეთ რაღაცას ეს დამიტომ ამბობთ და აი მოდით ამ სპექტაკლზე ვისაუბროთ, ანუ ეს ერთგვარი ანუ ეს არის ბატონ ზურა კანდელაკის პიესა და თქვენი რეჟისურა, ხო? არა, ეს არის ზურა კანდელაკის პიესა და რეჟისურა, უბრალოდ პროექტი არის ჩვენი ერთობლივი, რომელიც ფორმატს თქვენ ახლა ზუსტად ჩამოაყალიბეთ. ეს არის რადიო სპექტაკლისა და თეატრალური სპექტაკლის თანხვედრი შერწყმა ერთმანეთში, როდესაც მნიშვნელობა ნაწილობრივ ეძლევა სანახაობრივ ანუ ხედვას, მაგრამ ძირითადი აქცენტი კეთდება მაინც კონკრეტულად ტექსტზე და მსახიობების მუშაობაზე, მათ ფსიქოლოგიურ მუშაობაზე, როლზე და ურთიერთობებზე, რაც შეიძლება ღრმად მუშაობაზე ეს ყველაფერი დაფუძნებული და უფრო მეტი აქ არის მოსასმენი, მაგრამ მოსასმენი იმ მხრივ, რომ როდესაც მაყურებელი უყურებს მსახიობს სცენაზე, ის რაც ქმედებაში უნდა იყოს წარმოიდგენს კიდეც თვითონ. ამის საშუალო ექსპერიმენტია და გაამართლა? გაამართლა, მინდა გითხრათ, რომ ორჯერ ვაჩვენეთ დახურული ჩვენების სახით და აი ბუზის გაფრენა ისმოდა ყველა მიყვებოდა იმ ემოციებს და იმ აზრებს და იმ გრძნობებს, რასაც მსახიობები ავლენდნენ სცენაზე და მოჰქონდათ მაყურებლამდე. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი ფორმის სპექტაკლები მსოფლიოში კეთდება და მას ესეც სახელი აქვს ხორშპილე. ხორშპილე და ძალიან ბევრგან კეთდება და ფაქტიურად გერმანული ძირია. დიახ. ფაქტიურად პირველები, ვინც საქართველოში დაიწყეთ ამის კეთება, არის ბატონი ზურა და მისი, ესე ვთქვათ, ლოცვა კურთხევით მეც. და ეს განვახორციელეთ დათო საყვარელიძესთან სოხუმის თეატრში, რომელმაც როცა დათო მოისმინა ფორმა, როგორ გვინდოდა ამის გაკეთება, აიტაცა, იმიტომ რომ ძალიან დაინტერესდა ამ ფორმით, რომ სპექტაკლი უბრუნდება, ხდება არა მარტო სანახაობრივი, ძირითადი აქცენტი კეთდება შიდა, ხო, ტექსტზე და მსახიობის ოსტატობაზე, ფსიქოლოგიურად გახსნას მაქსიმალურად როლი და გახსნას ისე, რომ სიტყვა არ იყოს წონის გარეშე. და ყოველი სიტყვა პირდაპირ მიდიოდეს მაყურებლამდე, რასაც მონატრებულიო ცოცხალი სიტყვის გაგონება ყოველთვის არის სანატრელი. თეატრში მაგიტო დავდივართ, ხო, ფაქტიურად რომ ცოცხალი სიტყვა იბადებოდეს იქვე. კი ბატონო, ბატონ კობა, რაც შეეხება აფხაზეთის თემას და სოხუმს, რა თქმა უნდა, ეს არის ის თემა, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ დაინტერესებას იწვევს, გარდა იმისა, რომ ჩვენთვის არის მტკივნეული. ძალიან აქტუალური, ხო? და ისევ ამ სპექტაკლს მინდა დავუბრუნდეთ, აი ცოცხალი სიტყვა, ხო? აი რა იყო კიდე ის რაღაც განსაკუთრებული ახალი, რამაც ესე აღაფრთოვანა მაყურებელს. და სათაურის კვარტეტი 2-თვის, ანუ ეს არის რაღაცა, ეს არის ორი ადამიანის ისტორია, უბრალო ადამიანის, შემოქმედი ადამიანის ისტორია, რომელთა ნერვებზე და ძარღვებზე გადაიარა იმ ტრაგედიამ, რაც ყოველმა ჩვენგანმა განვიცადეთ. ისინი არიან აფხაზეთის სოხუმის თეატრის მსახიობები, რომლებსაც მოუწიათ თვითონ პერსონაჟები, ხო?
თუმცა ჩვენ ვიცით რომ ლილი ხურითი არის აფხაზეთის სოხუმის თეატრის მსახიობი არაჩვეულებრივი მსახიობი და ბატონი გივი ჩუგუაშვილი რომელიც ასრულებს მამაკაცის როლს სოხუმის მარჯანიშვილის თეატრიდან არის მაგრამ ეს საოცარი ამდენი გამოდგა ამ ხრივ საოცრად შედგა მათი ურთიერთობა და რაც მთავარია ის ტექსტები რასაც ისინი წარმოთქვამენ იქ და რაც ბატონის ზურას დაწერილია იმდენად გათავისებული აქვთ ბატონი ზურა სოხუმის თეატრში მოღვაწეობდა თავის დროზე მისი პირველი სპექტაკლი დაიდგა სოხუმის თეატრში იქ განახორციელა მან ეს სპექტაკლი და მისთვის არ არის არა დიდი ხანია მუშაობდა ძალიან წარმატებულად მუშაობდა არაჩვეულებრივი სპექტაკლები გააკეთა იქ დადგა უილიამ სარავიანის ჩემი გული მთებშია ის განახორციელა მან და შესაბამისად ეს პიესაც რომელიც მან შექმნა დაფუძნებულია ნაწილობრივ მის შეიძლება ითქვას ბიოგრაფიულ გარკვეულ ცნობებზე რომელიც არ არის ავტობიოგრაფიული ნამდვილად მაგრამ ეხება იმ განცდებს იმ სურათებს იმ სცენებს ხო და იმ პერსონაჟებს რომლებიც იქ შეხვდა სოხუმში როდესაც მან გადაწყვიტა ამ პიესის ამ ფორმით გაკეთება მითხრა რომ ობა მინდაო რომ გავაკეთო ესო და მინდა რომ ჩემი პირველი სპექტაკლი რომ გავაკეთე სოხუმში აი ბოლო სპექტაკლიც მინდა რომ მე დაგეხმარებით მაგრამ მოდით ბოლო ამოვიღოთ ბოლო არ იყოს იმიტომ რომ რაკი ამ პროექტზე მუშაობთ ამ ხორშპილეზე რომელიც ძალიან საინტერესო ფორმა ამან განვითარება უნდა პოვოს და შესაძლებელია რომ ერთი კი არა ძალიან ბევრი სპექტაკლი გაკეთდეს ამ ფორმით თან ასეთი ფორმით წარდგენა მაყურებლის წინაშე სპექტაკლისა ფინანსურად ძალიან დიდ თანხებს არ მოითხოვს ამ ხრივ. ხო და აი მივახლოვდი ხა ფინანსებს და მინდა გითხრათ რომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ თბილისის მერიას რომელმაც ეს პროექტი დაგვიფინანსა და დაგვიდგა გვერდით და დიდი დახმარება გაგვიწია ამ ხრივ. ბატონ გოგო რა მაინტერესებს აი თავად მსახიობების განცდა მაინტერესებს ანუ თვითონ ანუ ერთია როდესაც რეჟისორები დგამენ მაგრამ თვითონ მსახიობების აზრი მაინტერესებს და მათი ემოციები აი ამ ნათამაშები როლის და აი ამ საინტერესო ექსპერიმენტში მონაწილეობის შემდეგ. კი ბატონო ძალიან რთული პიესაა. კი მრავალპლანიანი პიესაა შეიძლება ითქვას სადაც ატმოსფერო ყოველი მე-15 ფრაზის მერე იცვლება ის როგორ ხდება იცით რომ ეს მსახიობები ხან თავის თავს თამაშობენ ხან იმ პერსონაჟებს რომლებსაც სთავაზობს თვითონ პიესა მე არ მინდა ხა მთლიანად მთელი სიუჟეტი მოვყვე იქ რა არის ჩადებული როგორც და საქმე იმაშია რომ ეს ადამიანები რომლებიც თავის თავს გარკვეულწილად გარიყულებად თვლიან საბოლოოდ იმარჯვებენ გამარჯვებულები ხდებიან ანუ ეს პიესა არის ოპტიმისტური პიესა იმ ხრივ ეს ტკივილი რაც მათ მოაქვთ ამ ტკივილს მოაქვს გამარჯვების შეგრძნება მაგრამ ეს გამარჯვება არ არის სისასტიკეზე დაფუძნებული ეს გამარჯვება არის სიყვარულზე და იმ კარგის მოგონებაზე რამაც ადამიანები დაახლოვა ერთმანეთთან თავის დროზე და რის დავიწყებასაც შეეცადნენ შემდგომ მავანნი რათა მომხდარიყო ის რაც მოხდა კი ბატონო და თუ რამე გვაქვს დასამატებელი იანვარში იქნება და დიოგენეზე მინდა რომ სპექტაკლს ხმობ და დიოგენეზე მე კიდევ სპექტაკლს დავუბრუნებდი რადგან ესეთი აუდიო სპექტაკლის მომენტიც ახლავს ამ ექსპერიმენტს მოდით ესეთ ამომოთ შეიძლება ითქვას ანუ აუდიო ვერსიის ცალკე რადიო ვერსია თუ იქნება. კი, კეთდება, გაკეთდება, აკეთებენ და უნდათ რომ ეს აუდიო ვერსიის ფორმა გაიტანონ ფესტივალებზე და იმიტომ რომ როგორც კი ხო YouTube ფაქტობრივად უკვე და თან მსახიობები ძალიან ინტერესით მუშაობენ. მინდა გითხრათ რომ
არც ერთი რეპეტიცია არ გავს ერთმანეთს, იმიტომ სულ უფრო და უფრო ღრმა ამ პიესას არ აქვს ძირი, როგორც ვთქვათ. კი, საინტერესოა, ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, და დიოგენეზეც რო ვისაუბროთ, ძალიან საინტერესო ფესტივალია და რამდენიმე დღეში მე მგონი გაიმართება კიდე. აი, მინდა ვთქვათ, რომ აი ხო ვაკეთებთ ჩვენ ადრეთ შევხვდით და ვისაუბრეთ, რომ ვაკეთებთ საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალს, ეს ფორმატი ინტერნეტი ამერიკაში პირველია და აქ შემოგვიერთდნენ რამოდენიმე ქვეყნის კინემატოგრაფისტები, უკრაინელები და ესტონელები. უკრაინაში გაკეთდა ეს ფესტივალი. ოდესაში იყო ხო? ოდესაში გაკეთდა, ზუსტად აი ომის პერიოდში საკმაოდ წარმატებული გამოვიდა და ძალიან დიდი ინტერესი და აჟიოტაჟი გამოიწვია. შემდგომ თბილისში ვაკეთებდით და ამ პროცესში ჩვენთან ჩაერთო შევენი ძველი ნაცნობი, რომელიც მონაწილეობდა ფესტივალში შარშან თავისი ფილმით და ესტონელი არის თვითონ წარმოშობით სერგეი კასკი და მან თქვა რომ მოდით გავაკეთოთ ჩვენთანაც. ჩვენ ვთქვათ კი ბატონო, ჩვენ ისეთი ფორმატი გვაქვს ამ ფესტივალის, რომ შესაძლებელია ამის გაკეთება და შესაბამისად აი ახლა 28-ში ტალინში იქნება ჩვენი ფესტივალის ფავორიტი ფილმების ჩვენება. დეკემბერში მასში მონაწილეობს ესტონეთის კინემატოგრაფისტთა კავშირიც, საკმაოდ ესეთი სერიოზული ღონისძიება კეთდება და მინდა გითხრათ, რომ საინტერესო კიდე და სასიხარულო ის არის, რომ ჩვენ არ მონაწილეობდით ამ პროგრამის შერჩევაში. ეს არის ჩვენი პრინციპი. ოდესამ თავისით უნდა შეარჩიოთ ჩვენ და მათთან ქართული ფილმების რაოდენობა არის პროცენტულად საკმაოდ მაღალი. ანუ მათი შერჩეული. დიახ, ძალიან ბევრი არის და ამიტომ ესტონელები ძალიან დიდ სიამოვნებას და ძალიან საინტერესო ფილმებს ნახავენ, რომლებიც ჩვენს ფესტივალში მონაწილეობდნენ. ზოგმა სამწუხაროდ ვერ მიიღო პრიზი, მაგრამ იმდენად საინტერესო იყო, რომ ესტონელებმა ისინი ხელიდან არ გაუშვეს, ესე ვთქვა. ესე იგი, როგორი დასაწყისი ქონდა ამ ფესტივალს, ზოგადად პანდემიის დროს ხო რაღაცა და მადლობა რომელიც ახლა აღარა გვაქვს ეს ჩაკეტილობა, ნუ აგულისხმობ პანდემიას და როგორ გამართლა ამ ფესტივალმა. ანუ ყოველი ფესტივალი, ახალი ფესტივალის მიმოხილვად მოდიხართ ხოლმე თქვენ ყვებით და საინტერესო იყო აი ბოლო ფესტივალზე ჟურის წევრები, თვითონ სტუდენტებიც რო ვიყნენ ხო თუ რაღაცა, ანუ თვითონ სტუდენტებიც იყვნენ და ჩვენ კიდე მოხდა წელს ის რომ ეს ინოვაცია იყო, საერთოდ შევედით პენიტენციურ სისტემაში. პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იყვნენ ჟურის წევრები და საკმაოდ კარგად შეაფასეს და მომავალ წელსაც დავთქვით, რომ აი აქტიურად ვივიღებენ მონაწილეობას და ეს კარგია, იმიტომ რომ კინოა, ვისაც აინტერესებს, ვისაც გული შესტკივა და ვისაც შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მოკლემეტრაჟიანი კინოს განვითარებაში, პოპულარიზაციაში, რატომ უნდა დაუკეტოთ კარი? პირიქით უნდა გაუხსნათ, რომ ხო მიიღონ მონაწილეობა და ჩაერთონ ამ პროცესში, იმიტომ რომ ეს აყურებელია. ობადა მსმენელს ნებისმიერ მაყურებელს აიხოთ თუნდაც მსმენელს, რომელიც გვისმენს, სურვილი თუ გაუჩნდა იხილოს გამარჯვებული ფილმი, როგორ შეიძლება ეს მოახერხოს? ჩვენ გვაქვს ქონდა ესეთი მოლაპარაკებამ, რომ გამარჯვებულ ფილმებს შემდგომ ცალკე ვაჩვენებდით ის ინტერნეტ სივრცეში? არა, შეგვიძლია ინტერნეტ სივრცეშიც გაკეთება გვინდა ახალი წლის შემდგომ, იმიტომ რომ გვინდა რომ დამთავრდეს ახლა საბოლოოდ ეს ფესტივალი, მაგრამ ასევე ვაპირებთ ამის ჩვენებას კინოდარბაზში. ან ეს განხორციელდება ან კინოაკადემიაში, ან ჩვენ მეგობარ პარტნიორთან მწერალთა სახლში, სადაც არის ამის საშუალება და ამის გაკეთებას ვაპირებდით დეკემბერში, მაგრამ გადავწყვიტეთ, რაღაც მიზეზთაგან გადავწყვიტეთ, რომ მოდი ბარემ ჩატარდეს. და საბოლოოდ გაიგეს ტალინის ამბავიც და შემდგომ გავაკეთოთ ეს ამბავი, ამიტომ ამ პატარა დღესასწაულზე, რომელიც 2025 წელს იქნება, 2024 წლის ფილმების სანახავად გელოდებით. იმიტომ რომ ნამდვილად საგულისხმო ძალიან კარგი ნამუშევრებია, რომ მე მქონდა. რაც შეეხება დიოგენეს ფესტივალს, რომელიც 28-ში გაიმართება, ახლა 28 დეკემბერს, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებთ. რაც შეეხება თქვენს ზოგადად დრამატურგიას და თქვენს მოღვაწეობას,
არაერთხელ აღვინიშნავს მე და მიშას რომ თქვენ აკეთებთ ქართულ საქმეს და რაც შეეხება ქაქუცა ჩოლოყაშვილს ანუ აუდიო ვერსიაზე მუშაობთ თქვენ და ძალიან ბევრი დაწერილა, ძალიან ბევრი გადაღებულა და შექმნილა ქაქუცაზე, თუმცა საინტერესოა თქვენი თვალით დანახული ქაქუცა ჩოლოყაშვილი და როგორი იქნება ეს აუდიო ვერსია და რას გვთავაზობთ ახლა მაყურებელს, მსმენელს. რა იქნება ეს? თუ შეიძლება გაგვანდეთ. კი, ეს ჩემი თვალით თლათ ესე არ არის, არის როსტომ ჩხეიძის წიგნის მიხედვით. რა თქმა უნდა. სადაც მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი რაც აქტუალური იყო და რაც შეეხებოდა ქაქუცას, მის გარემოცვას და იმ მოვლენებს, რამაც ბევრი ტრაგიკული თუ სხვა ფორმის შედეგი მოიტანა, აქ არის შეტანილი ამ წიგნში. ყველაფერს ვერ შეიტანა ადამიანი, მაგრამ არის დოკუმენტური, არის მხატვრული დანართებიც, არის მემუარებიც და არის ყველაფერი დაფუძნებული. ხო და ძალიან რიტმში არის ეს ყველაფერი გაკეთებული და ძალიან საინტერესოა და აღსანიშნავია ის, რომ 2024 წელი არის 100 წლის თავი ზუსტად აჯანყების აგვისტო-სექტემბრის აჯანყების. აქ ისეთი ფაქტებია მოყვანილი, ისეთი ნიუანსები აღწერილი, რაც თუ არ იქნა მიტანილი ქართულ საზოგადოებამდე, მინდა გითხრათ, რომ იგივე შეცდომების დაშვებისა და ტრაგიკული მოვლენების განვითარების ფარსამდე შეიძლება მიიყვანოს. ისტორიას ახასიათებს ესეთი რამე. ამიტომ ამ წიგნის დროზე შეტანა ამ ფორმით, როგორც ჩვენ ვაკეთებთ, თვლით რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მოაზროვნეების საზოგადოებრივი აზრის არა ჩამოყალიბება, ჩვენ ამ ჩამოყალიბებით ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბებთ ამას, არამედ მათ რო გავაცნოთ თუ ვინ რას აკეთებდა სინამდვილეში. ვინ შებურას მერე ესე ვთქვათ კომუნისტურმა პროპაგანდამ სულ სხვა არეალით და გმირად გვიქციეს, რაც სინამდვილეში არა მარტო არ შეეფარდებოდა, არამედ უფრო მეტი სისასტიკე აქვს ჩადენილი, იმიტომ რომ მათმა ქმედებამ გამოიწვია დიდი სისხლის ღვრები. კი ბატონო. აი ამ ხრივ არის ძალიან საინტერესო, ძალიან ინტერესით მუშაობთ და ძალიან პასუხისგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს, იმიტომ რომ იქ ყველაფერი არის ზუსტად მოსატანი, ისე როგორც არის დაწერილი. ბატონო, რა პროცესში ხართ ახლა? ეხლა ვართ ტექსტზე მუშაობის პროცესში და გარკვეულის მისი ნაწილების გახმოვანების. ფორმატზე დაგეკითხებით, ანუ ეს აუდიო სპექტაკლის მსგავსი რამ იქნება რამდენიმე მსახიობი თუ ერთი კითხველი ეყოლება? ჯერჯერობით ერთ კითხვაზე არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც არის გარკვეულწილად ფინანსებთან დაკავშირებული. ხო და ის რაც დავიწყეთ, ხო, თქვენი გადაცემა, რითიც დავიწყეთ ლაპარაკი, რომ ეს არის სინთეზი, აი ზუსტად ესეთი ვარიანტი აქვს, ჩვენ ვილაპარაკეთ ადრე, ეს არ არის მთლად ხატრული ფორმა და არ არის მხოლოდ ტექსტის ფორმა. ვთქვით, რომ ვახდინოთ რადიო სპექტაკლის ელემენტებისა და ესე ვთქვათ რომანის კლასიკური კითხვის ფორმის ერთმანეთთან შეხამება. ჩვენ მასვენელმა იცით, თქვენ გააცოცხლეთ იოსებ გრიშაშვილის თბილისი სასწაული, ძალიან კარგი პროექტი იყო და ნამდვილად ეხლა ვაკეთებთ მას, რა ქვია, ხელმეორედ გავუშვით აიონიანი ქალაქი, რომელსაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოყვება, იმიტომ რომ როდესაც პირველად გავახმოვანეთ ეს და დავამთავრეთ, დაგვიწყეს მოწერა, რომ რატო დაამთავრეთ, გააგრძელეთ და საინტერესო არ დაუწერია. ბატონო კობა, აი როგორც რეჟისორს მინდა კითხოთ, რაც შეეხება ქართულ დოკუმენტალისტიკას. ზოგადად ძალიან საინტერესოა, ხო და როგორც სპეციალისტები აღნიშნავთ, ეს არც თუ ის იოლია, შეიძლება მხატვრულ ფილმზე უფრო რთული გადასაღები იყოს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ქრონომეტრაჟი პატარაა და სათქმელი უნდა ითქვას და თან უნდა დაიჭირო მსმენელი და მაყურებელი
მაყურებელი, მოდით ასე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, როდესაც მხატვრულ ფილმს იღებ, მე ხარც რეჟისორი ვარ და არც კინოკრიტიკოსი, თუმცა როგორც მაყურებელი ესე ვიტყვი, არსებობს მხატვრული ხერხები, ის რომ თუნდაც ფილმი შეიძლება სიუჟეტი არ იყოს ძალიან საინტერესო, მაგრამ საინტერესო გახადო და რაც შეეხება დოკუმენტალისტიკას, ხო, ქრონომეტრაჟი მცირეა, ეს არის ფაქტებზე, ანუ აბსოლუტურად დაყნობილი სინამდვილე და თან უნდა იყოს რაღაც გარკვეული მხატვრული ხერხებიც, რომ თუნდაც აი ახალგაზრდა მაყურებელი, რომელსაც ეს აინტერესებს, რომ დაიჭირო, მოდით ასე ვთქვათ. აი ამ მიმართულებით რას გვეტყვით ქართული დოკუმენტალისტიკა დღეს რა მდგომარეობაშია და თქვენ გეგმავთ თუ არა სიახლეებს ამ მიმართულებით? ფესტივალის ფარგლებში თუ ვიტყვით ჩვენ გვაქვს ეს თქვა ეგეთი ხო სადაც დოკუმენტურ კინოს ვღებულობთ და ძალიან ინტერესით ვუყურებთ და ვაფასებთ შემოდის საინტერესო ფილმები ქართული ფილმებიც არის უბრალოდ როგორი მომენტია იცით რომ ის ფორმა რომელიც თქვენ თქვით ეს არის ერთ-ერთი ფორმა დღეს ძალიან მრავალფეროვანი გახდა დოკუმენტური მასალის წარმოდგენა და მიტანა მაყურებლამდე. ძალიან საინტერესო. და მარტივიც შეიძლება აი მაყურებელს მართლა ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიას ეხება ეს, ხო? აი შემეცნებით საგამანათლებლო. შემეცნებით საგამანათლებლო, კი ბატონო. ხო, ეგ ძალიან საინტერესო ფორმა, იმიტომ ვამბობთ, რომ არის რამოდენიმე მიმართულება ამ მხრივ. ჩვენს ფესტივალზე არ ვღებულობთ შემეცნებით საგამანათლებლოს. ჩვენ მაინც უფრო მუშაობთ, ხო, უფრო ეს თქვათ აი აქტუალურ თემატიკაზე, იმ პრობლემატიკაზე, რაც დღეს ხდება, რაც აწუხებს საზოგადოებას და მხოლოდ ამ ფორმის უკრაინის თემას. ხო, უკრაინის თემას არ ბევრი კიდე იქ ეხება, თქვათ, მას აი ძალიან საინტერესო ფილმი იყო, მისი კაიროს ქრისტიანებზე, რომლებიც რეალურად ხო სანაგვეზე იქ ხო ცნობილია ეს სანაგვე ქალაქი ქვია, სადაც ქრისტიანებს ცხოვრობდნენ, ხა ქვია თორე სანაგვე აღარ არის, მაგრამ ეგრე ქვია და ძალიან საინტერესო ფორმით არის მოტანილი ეს ბრიტანელი რეჟისორების წარმოდგენილი იყო, რომც პრიზებიც აიღეს ჩვენთან და ამ მიმართულებით მუშაობთ. როგორი მომენტია იცით რომ დოკუმენტალისტიკას ჭირდება საზოგადოებიდან ოდნავი დისტანცირება მაინც, იმიტომ რომ მოხდეს არატენდენციური განხილვა იმ უცხოთვალით დანახული უფრო კაფიოდ გამოხატავს კი, მაგრამ შეიძლება სიღრმისეული არ იყოს ისეთი როგორც ეს ვთქვათ, აი აქ მყოფმა დოკუმენტალისტმა გააკეთეს, უნდა დისტანცირდეს შენ თავად. დისტანცირება, იმიტომ რომ აუცილებელია სუბიექტივიზმი დოკუმენტალისტიკაში მისასალმებელია, მაგრამ უფრო მეტ შეკითხვას სვამს, ვიდრე პასუხს იძლევა. აი ეს მომენტი, ამიტომ ამ ფორმებს კარგად ამუშავებენ და ძალიან საინტერესოდ ამუშავებენ ჩვენი კინო ფაკულტეტის წარმომადგენლები და იმედი გვაქვს რომ არის ხო და აი იყო თქვენთან ერთად არაჩვეულებრივი კინოდოკუმენტალისტი ვაჟა ზუბაშვილიც იყო და მუშაობდა ძალიან საინტერესო ახალგაზრდობა მოდის უბრალოდ აი ეს არის რომ გარკვეული დამოკიდებულება რომელიც ყოველ ჩვენგანს გვაქვს ამ სათუთ თემასთან იმიტომ რომ დოკუმენტალისტიკა რანაირად ცუდი გადაღებულიც არ უნდა იყოს დღეს ზეგ ის ყოველთვის ფასებულია იმიტომ ის არ მეორდება ის უკვე მატიანეა ნამდვილად ხო ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ისე პიესას დავუბრუნდებით ანუ რა ბედი ექნება ამ პიესას როდის იხილავს მაყურებელი ნუ გასაგებია ხა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ცოტა რთული ამაზე საუბარი იანვარში იგეგმება ღია პრემიერები იანვარში იგეგმება სპექტაკლების ჩვენება და გიწევთ ყველას გაგაგებინებთ აუცილებლად და მოგიწევთ ყველას წარმატებებს გისურვებთ ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი და იმეც ვიტოვებ რომ 2025-ში უკვე სიახლეებით კვლავ შემოგვერთდებით წარმატებებს გისურვებთ კობაცხაკაია იყო ჩვენი სტუმარი და რაც შეეხება შემოქმედებას დრამატურგიას რეჟისურას როგორც ვთქვი სასაუბრო კიდევ ძალიან ბევრი დაგვრჩა დროებით მადლობა დროებით მალე კვლავ დაგიბრუნდებით მადლობა